ისე ხშირად გეძახიან რუსეთუნას. ალბათ სპეციალურად დადე ფოტო მოსკოვიდან. ოღონ გვინდა არ გვინდა მოგვიწევს რუსებთან დალაპარაკება. ოპოზიციასთან როგორი ურთიერთობა? ეგ ხალხი ცხოვრობს სხვა ალტერნატიულ რეალობაში. ვერ ხვდებიან შენი აზრით? არა, უმეტესობა ვერ ხვდება. როგორ ხედავ ეს საქართველოს რა უნდა გააკეთოს ესე დროს? მოდი ახლა მარტივ რაღაცა ავხსნათ რა, ჩვენ მაყურებელთვისაც მე მგონი სასარგებლო იქნება. მოგესალმებით მეგობრებო, ეს გადაცემა დიდი ქვიზია, მე კი გიორგი კოკაია ვარ. ბოლო დროს კომენტარებში მიწერენ, რომ სტუმრად მოიწვიე ზურაბ მახარაძეო. მივესალმოთ ბატონ ზურაბს, დიდი მადლობა, რომ გვესტუმრე და აუდიტორიას, ჩემს აუდიტორიას ხვდები, რომ აინტერესებს თქვენი აზრი. რიგ საკითხებთან დაკავშირებით მე ყველა კომენტარს ვკითხულობ, ვაანალიზებ და შესაძლებისაგვარად ვითვალისწინებ. ხო ეგრე უნდა იყოს, ეგრე არის სწორი, როგორც ვფიქრობ. მე. კი. ხალხს უნდა მოусმინო. კი, რა თქმა უნდა, თან მით უმეტეს YouTube-ზე გვაქვს ეს შესაძლებლობა, რომ გავიგოთ ჩვენი მაყურებლების აზრი. მე მაინტერესებს, როგორ დაიწყო შენი პოლიტიკური მოღვაწეობა. ესე იგი, როგორ მოხვდი წვენებში, ხო? კი ბატონო. ხო. როგორ დაიწყო გეტყვი, ესე იგი, წელი შეიძლება არ ამერიოს, 17-ია მე მგონი. საინტერესოა, როგორ მიიღე გადაწყვეტილება, რომ პოლიტიკაში უნდა შევიდე ახლა. ეხლა რამდენად შინაარსში შევიდეთ, არ ვიცი, მაგრამ მოდი გეტყვი რა. ანუ ჩემ ცხოვრება რო დაყო ეს ერთ-ერთი ნაწილი იყო ქართულ საბრძოლო ხელოვნების მიმართულებით ვიყავი ერთი ალბათ 2001 წლიდან 2017 წლამდე ვიყავი მან მათ შორის ფარიკაობის ინსტრუქტორი ვიყავი და ჩემ ცხოვრების ნაწილი ეგ იყო რა და აი ამაში ხო ვიყავი და ну რაღაცებს კითხულობ რაღაც განათლებას იღებ რაღაცა და მივედი ერთ რაღაცა კონკრეტულ თემამდე რომ მეთქი აი პრობლემა რაში გვაქვს რა? პრობლემა რაში გვაქვს, რატო არ გამოგვდის და მივედი ერთ კითხვამდე, რომ საქართველოს სახელმწიფო იდეა რა არის? ანუ მაგის ფორმულირება თუ არ მოხდა, აი ვაფშე რა ვჩვალიჩობთ? მარტივად ხელმოშურბეხურად რო ახსნა, აი გვაქვს პროექტი, ქვია საქართველო. თუ არ იცი რას აშენებ, მშენებლობა ყოველთვის გამოდის ისე როგორც აი ყველა მთავრობას გამოსდის, ხო? ანუ შენ როგორ წარმოგიდგენია იმ მშენებლობის ვერსია? მაგამდე მივა. კი ბატონო, გისმენთ. არა, მაგის ძებნა რო დავიწყე, საერთოდ პოლიტიკასთან ახლო არ იყო რა, აი რაღაც ტიპებს ვეკითხებოდი, ვინც მე ვთვლიდი რომ აშენ ჭკვიანი კაცია, რაღაცა და ჩემს საძმაკოცო და ტვინი გაუბურღე მაგაზე რა, რომ აი ხო იცი რო ჯდებით რაღაცა, ჭამთ, რაღაც სვავთ და ამ დროს ვიღაცა ერთ მაგაცი რაღაცაზე რო ტვინს ბურღავს რა და დაგვანებე რა თავი რა და მერე იყო რო დავიწყე რაღაცების წერა, პატარა სტატიების და მერე იყო რომ მივედი პოსტივში, სადღაც ერთი წელი მანდ ვაკეთებდი იმებს, რა ქვია, ვიდეოებს რა. და მანდ უკვე ამ პოლიტიკური ანალიზის თემებში რაღაცა პატარა მაგრამ გამოცდილება დამიგროვდა და მერე რო წამოვედი მაქედან ну, ცოტა მანამდე გავიცანი, მაგრამ მაგ დროს შევიკარით ეს ძირითადი ჯგუფი ამ კონსერვატორების, რომლებმაც მაშინ დავიწყეთ, აი, ჩვეულებრივი პოდკასტის კეთებით რა. ანუ არაფერი არ იყო, ერთმა კონკრეტულმა ადამიანმა კამერა გვაჩუქა, ეხლაც მოვიკითხავ. მადლობა მას, საერთოდ არაფერი არ იქნებოდა იმ კაცს, რომ კამერა არ ეჩუქნა და ცხონებულმა კობა დავითაშვილმა მაშინ სხვათა შორის გავიცანით აგროვებდა ხელმოწერებს მთავრობამ რო გადაწყვიტა პლანის ლეგალიზაცია და დათესვა და რაღაც მაგის წინააღმდეგ აგროვებდა ხელმოწერებს რომ ამას ნუაკეთებთ რა და მაგის ვეხმარებოდით რა და მაშინ დაგვითმო თავისი რაღაცა ფართი თავისი მაშინდელი პარტიის რაღაცა ფართი იყო რომელსაც აღარ იყენებდნენ იმიტომ რომ პარტია არც ფუნქციონირებდა და თქვენ რაღაცა იდეიანი ტიპები ხართ აქ იმუშავებთ და დავიწყეთ ამ ვიდეოების გადაღება რა ეს მე ნელ-ნელა გადავიდა იმაზე, რომ კვირაში რამდენჯერმე გადაცემის ჩაწერა დავიწყეთ, მე გადავიდა იმაში, რომ საკმაოდ მაღალი ნახვები ავკრიფეთ. სოციალური ქსელებით დაიწყეთ, ხო? კი, ანუ ყველაფერი სოციალური ქსელი დაიწყო დაბლოკვა. დაბლოკვა ვინ? ანუ ეგ არის პერიოდი, როცა ფაქტ-ჩეკერის დაბლოკვა. კინცურაშვილის კანტორა აქ არის ღმერთი ინტერნეტის და ესენი რაღაცა ანტილიბერალურს, რაღაცა რუსეთუმე ბოროტ რაღაცებს ავრცელებენ და
რამდენჯერმე თლიანად გაგვინულეს როგორც Facebook-ის აკაუნტები, ისე YouTube-ის და ბოლოს იყო მისული იქამდე, რომ პირად გვერდსაც ვეღარ ვქმნით რა. და მან რომ მივიდა უკვე, მივხვდით რომ მან მეტ საშუალება არ იყო, მან უკვე კოკასაც ვიცნობდით, ბიზნესმენი იყო და რაღაც რესურსები ჰქონდა და მერე გავაკეთეთ უკვე ტელევიზია. კი ბატონო. აი ახსენე რომ ქვეყანას ისევე რა აშენებ თუ არ გაქვს გეგმაო. იდეა. რა არის თქვენი იდეა? მარტივად რომ ჩამოვაყალიბო, ჩემი აზრით, ლიბერალური დემოკრატიის მაგივრად საქართველოში უნდა ავაშენოთ ქრისტიანული დემოკრატია. საქართველოში აი მაგალითად მარტივ ფორმულამდე რომ დავიყვანოთ, ხო არის ცნობილი ნიჩეს ციტატა, რომ ღმერთი მოკვდა, ხო? ეგ ნიშნავს სინამდვილეში, რომ იმ საზოგადოებაში, სადაც ეგ ცხოვრობდა, ღმერთის იდეა მოკვდა. საქართველოს მაგალითად არის ქვეყანა, სადაც ღმერთის იდეა არ მომკვდარა. ანუ ახლა ბოლო დღეებში მაგალითად რასაც უყურებდით, აი კათოლიკოს პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიას, სადაც ქვეყნის მოსახლეობის ლამის ნახევარი იყო ჯამში მისული, ხო? ეგ ახლა ცოტა მისული არ იყო თან მანდ. ხო, ანუ ეგ საათობით 9 საათი რომ ადამიანი ღამე დგას, ეგ არ არის უბრალოდ, აი ბევრი მაგალითად ლიბერალურ ფლანგზე როგორ გამოყვანას ცდილობდა, იცი რომ არა ეგ ქართული პაკაზუხობა, ან ეგ უბრალოდ სხვას რო დაანახო, ან ეგ უბრალოდ საქართველოში ხო იცი პანაშვიდებს ყველა არა. 9 საათი ქუჩაში თავზე რო გაწვიმს და რო დგახარ, მანდ არ არის უბრალოდ ფორმალიზმი. ეგ სულ ათეისტი იყოს ტიპი, თუ გულწრფელად ანალიზს გააკეთებს, მიხვდება რომ ეგ ცოტა სხვა მოვლენაა. და რატო ამბობენ, ანუ მე როგორი რაღაც შემამჩნია, იცი? და დარწმუნებული ვარ, შეამჩნევდი შენც. აი ახლა მეუფეშიოს გაშავება მიმდინარეობს სოციალურ ქსელში. პატრიარქის გარდაცვალების დროს რაღაც ხუმრობებს მე ვერ წარმომიდგენი ეგეთ ხუმრობები როგორ უნდა მოგივიდეს აზრად, მაგრამ ეგ ადამიანები აკეთებდნენ ამ ყველაფერს. ეკლესიასთან ბრძოლა დიდი ხანია ხო და აი მიზანი რა აქვს? თან ქართველები აკეთებენ ამას, ანუ ეს რო იყოს სხვა ქვეყნის წარმომადგენელი და ის რო ამბობდეს კიდე მიხვდები, მაგრამ ქართველი რო სარწმუნოებას არ უნდა ებრძოდე, ეს არის ორჯერ ორი. შენ თუ ლიბერალი ხარ, შენ ფუნქციონირებ რა პარადიგმაში? სტანდარტული ფრაზა. სტერეოტიპებს ვანგრევთ. ხო, ანუ ყველა ლიბერალს თუ სხვა სტერეოტიპებს ვანგრევთ. რა არის სტერეოტიპები და რატო ვანგრევენ? მოდი მაგაზეც ვთქვათ, ხო? თანამედროვე ლიბერალიზმი დგას ეგეთი ნაშრომი არის კარლ პოპერის თავისუფალი საზოგადოება და მისი მტრები. ეს იყო ჯორჯ სოროსის მასწავლებელი და სოროსმა თავისი ფონდი ღია საზოგადოება ზუსტად ამ ნაშრომის საპატივცემულოდ შექმნა, ხო? ანუ თავისუფალი საზოგადოება და მისი მტრები. ვინ არის ეს მტრები? ყველა ნებისმიერი ინსტიტუტი პოლიტიკური მოძრაობა, რომელსაც აქვს მომავლის რაღაცა გეგმა, რასაც პოპერი ეძახის ისტორიციზმს, ხო და ამბობს, რომ ყველა პირველი ცუდი ტიპი ვინც იყო პლატონი. იმიტომ რომ რაღაცა იდეალური სახელმწიფოს ის შექმნა, ხო? აი თავარი ჩათლახი ეგ იყო და მერეც აი ეს ფაშისტები იქნება, კომუნისტები იქნება, ყველა ვისაც რაღაცა მომავლის იდეოლოგია აქვს და ხალხი უნდა რომ რაღაცაზე გადააწყოს, ეგენი არიან ცუდი ბოროტი ხალხი და შეიძლება თქვა რომ კი ბაზარი არა ფაშისტები აშკარად ცალსახად ცუდი ხალხი იყო, მაგრამ კიდე რა მოყვა იცი მაგაში? ეკლესია, იმიტომ რომ ეკლესიასაც აქვს მოცემულობა, რომ აი მე და შენ როგორებიც ვართ, არასრულყოფილები. ეკლესიას აქვს კიდე იდეალი, ქრისტე და ცდილობა რომ დაემსგავსო. კი ვერასდროს ბოლომდე ვერ დაემსგავსები, მაგრამ თუ აქვს რაღაცა შაბლონი, რომელზეც შენ გეუბნება რომ შენ ეხლა როგორიც ხარ, ისეთი კი არ უნდა იყო, ესეთი უნდა იყო და ეკლესიაც მათ შორის მაგას აკეთებს. ლიბერალიზმისთვის ეგ ინსტიტუტი არის მტერი. მათ შორის ოჯახი, აი შენ ხო გინდა ბავშვი შენი გაიზარდოს რაღაცნაირი, რაღაც ფასეულობების მატარებელი, რაღაც შეგნების, ხო? ლიბერალისტვის ეგ მტერია. რატო? იმიტომ არის სრული ინდივიდუალიზმის იდეოლოგია. ოღონდ მანდაც საინტერესო რაღაცა ხდება, ხო? აი ხო გეუბნებიან, რომ ბავშვებს, ასე თქვა, პრესის ქვეშ ამყოფებს ოჯახი. ნუერევით ბავშვს პრესის ქვეშ ამყოფებს სკოლა, ნუერევით. ბავშვს პრესის ქვეშ ამყოფებს ეკლესია, სახელმწიფო, ეგ ყველაფერი ნუ ჩაგრავთ ამ ინდივიდს. ოღონდ მანდ არის რაღაცა რაც არ ამატებენ. ამიტომ მოდი ჩვენ გავსდით. ის რასაც არ ამატებენ, ხო აი ბაბუცა პატარაია რომ უნდა მივიდეს მერე შენს ქალიშვილთან და ტვინი ურეცხოს
ფემინიზმის იდეებით, ეგ არა, ეგ მოსულა. ეხლა ეგ უცებ გამახსენდა ამ ნათქვამზე, რომელიღაცა ვაშაძემ არჩევნების დროს თქვა, რომ თუ შენი მამა და დედა აძლევს ხმას იმას, ოჯახში არ დაელაპარაკოთ ერთმანეთს და კარი არ გავუყოთ რაღაცა ეგეთი და ზუსტად რაც თქვი ახლა შენ როგორც ახსენი, აჯდება მაგმაგარიც. ეგ ხო როგორც ნათქვამი დეგენერატობა და თუ მორალურადაც დეგენერატობა და პოლიტიკური ტექნოლოგიითაც დეგენერატობა არის. ანუ არ არსებობს მარკერი, რომელთაც ეგ დეგენერატობა არ არის. ნახე, მე მაგალითად ყავს მეგობრები, რომლებიც საერთოდ სხვა პოლიტიკურ პოზიციაზე არიან ვიდრე მე. მე ისეთი ნაცნობები ყავს, რომელიც აი რაღაც აქციები რო იყო რუსთაველზე, იქაც იყვნენ. და ანუ ეხლა ტიპებთან ყამათობს სხვადასხვა აზრზე ვართ, მაგრამ შენ ეხა ჩემი მეგობარი აღარ ახარ და წადი აქედან და ვაგინეთ ერთმანეთს და არა, რავი, ეხა მე გულწრფელად მინდა რომ იმას დავანახო, რატო არ არის სწორი და ისიც რომ ელაპარაკება, ეხა ხვდები რომ იმასაც გონია რომ მე არასწორი ვარ და ცდილობს რომ რაღაცები დავანახოს და გავიგე ხა, ვერ თანხვდებით, მათ შორის მე ვთვლი რომ ეთყობა მე კარგად არ უხსნი რაღაცეებს. შენ თავში უშვებ პრობლემას, ხო? ანუ არა, უშვებ არა, ობიექტურად არის რაღაცა პრობლემა, ეს იგი რაღაცა ვერ აუხსენი, ვერ დავანახე, მაგრამ ეგ ხო არ ნიშნავს ეხა რომ ადამიანები ერთმანეთს არ ველაპარაკოთ, რაღაც ვაგინოთ, დავიშავ, არ არის ეგ სწორი მიდგომა. და აქედან გამომდინარე, მთელი მაგ ესე თქვა ტუსოვკის პრობლემა არის რა? პოლიტიკური მოძრაობიდან იმდენად სწრაფად ეგენი მიგრირებენ სექტის ლოგიკაში, რომ ან თვითონ ხო ვერ ხვდებიან ეხა სექტაში რო გადადიხარ, ეგ ძალიან რთულია რომ მიხვდე. მაგრამ ვერ ხვდებიან შენი აზრით? არა, უმეტესობა ვერ ხვდება. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ გარედან ეხა ეგ იმდენად თვალსაჩინოდ ჩანს, რომ ბევრი მათ შორის ვინც მაგას მხარს უჭერდა, რო უყურებს აი მაგ სექტანტურ მიდგომას, რომ აი რაღაცა შენ თუ ზუსტად ყველაფერში არ ეთანხმები ჩვენ ნარატივს, რაღაცა წყეულით იყავ, ბენზინი დაისხი და აი ეგ აზროვნება მე იწვევს შემდეგ რაღაცას რა. თან ყველგან და ყოველთვის ერთ და იგივე ხდება მან. ხდება მაგ ჯგუფის ძალიან შემჭიდროვება და არიან ძალიან ხმამაღალი, ძალიან ასე ვთქვათ, სოციალურ სივრცეში ასე ვთქვათ, ეფექტს რო იძლევა, აი ხوارს რო ჩაგდებს ესე ტალღები რომ მიდის, მაგრამ რაც უფრო დიდად ხდება სექტის მხარეს გადახრა პოლიტიკური მოძრაობიდან, მით უფრო დაბალი ისა აქვთ ასახვა მე პოლიტიკურ პროცესზე. აი სოციალურ ქსელზე გავუსვი ხაზი. აი როგორ უნდა მოგვარდეს ეგ პრობლემა შენი აზრით? იმიტომ რომ სოციალურ ქსელში თუ არ ხარ დაკვირვებული ამ პოლიტიკურ ამბებს, ესე ვთქვათ, ვერ მიხვდები სად არის უმრავლესობა. თუ სოციალური ქსელით განსაჯა მხოლოდ. მარტივი პასუხია, სოციალური ქსელით არ უნდა განსაჯოს სად არის უმრავლესობა. მაგისტვის არსებობს. ახალგაზრდებთან ხშირად აი თანატოლებთანაც მქონია კამათი, ბევრი ვისაუბრია ამ თემაზეც, მაგრამ აი ვერ უხსნი რა. გეუბნება რომ ნახე რამდენი ლაიქი აქვს, აი ყველაზე ესე ვთქვათ დაბალი არგუმენტი რა. ნახე რამდენი ლაიქი აქვს. მოდი ახლა მარტივი რაღაცა ავხსნათ რა, ჩვენ მაყურებელს, ვისაც მე მგონი სასარგებლო იქნება. ნახე, ნებისმიერი ეგეთი ჯგუფი, მათ შორის ახლა მეც როცა უყურებ ხოლმე ჩვენ პოლიტიკურ მოძრაობას, ერთ-ერთი რაზეც ყოველთვის ძალიან ცუდი რეაქცია მაქვს და თუ რამე ეგეთ ნიშნებს ხედავ ხოლმე ყოველთვის ნეგატიურად უყურებ და ვცდილობ რომ ეგ ვაფშე აღმოიფხვრას არის აი ეგეთი მიდგომა, როცა ჩაკეტილი ხარ, მაგას ქვია ეკოს კამერა, ანუ პოლიტექნოლოგიური იმაში მაგას ქვია ეკოს კამერა, რატო აი რაღაცა სივრცეში ხარ. სადაც აი შენ რასაც არ ეთანხმები ეგ ინფორმაცია რო შემოდის, როგორ აღიქმება, იცი რომ აი გემზე რო იყო და სადღაც წყალი გამოეპარა და დროზე მიაჭედეთ რამე რომ ეგ აქ არ შემოვიდეს, ხო? ანუ ყველა წყაროს რომლითაც რაღაცა სხვა შემოდის, გმანავ და იჩითები რაღაც სივრცეში, სადაც მარტო ზუსტად ისეთი ხალხია, რასაც შენაბობ იგივეს რო იმეორებ და რო იტყვი რაღაცა ძირ და ძირ რაღაცა მონა რაღაცა ეგ ხდება რა და ეგეც გარემოში რო ხარ, ეს რა თქმა უნდა სოციალურად ხდება, ეგ ხალხი მათ სადმე ჩაკეტილი კი არ არის, მაგრამ საინფორმაციო სივრცე ეგეთი როცა გაქვს შექმნილი, მართლა გულწრფელად გონია, რომ მთელი ქვეყანა შენ ხარ.
აი ეგ ნარატივი მან ძალიან ისე მაგიტო ამ სექტარი მეთქი ძალიან ესე იკვეთება რომ ვართ მარტო ჩვენ თელი ქვეყანა და აგენტები. ანუ ვინც ჩემკენ არ არის აპრიორი არ არის იმის დაშვება რომ ეგ პროსტო ხო აზრზე არის ის არის დეჰუმანიზაცია ხდება იმ ფლანგის ანუ ეგ ადამიანიც აღარ არის და ნუ მე შედეგი დგება ისაც დგება რა. თან ნახე ან სოციალურ ქსელზე იმიტომ მაქვს ეს გამახვილებული ყურადღება რომ აი 13-14 წლის ბავშვი მაგას რო ხედავს მოქმედებს მაგ ბავშვი უკვე ეს 18 წლის რო ხდება ეგეთი ხდება მე ეს პატარა ბავშვი ხო არის ეგ პრობლემა პირველი 13-14 წლის ბავშვს რანაირი პოლიტიკური შეხედულებები აქვს ობიექტურად მაგას მნიშვნელობა არ აქვს. რა თქმა უნდა მაგრამ დროის განმავლობაში ხო როდესაც სრულწლოვანი ხდება ეხლა მეორე ქართულ ოცნების ერთ-ერთ თავარ დანაშაულად მაგალითად მე მიმაჩნია რომ მოვიდნენ არ მოახდინეს განათლების სისტემის რეფორმა და ხელში აღება მაგ მექანიზმის. ანუ ნახე 2012 წლიდან 2026 წლამდე თაობები გაიზარდა რომლებიც შესაძლებელი იყო სხვანაირი იდეოლოგიით გაზრდილიყვნენ და იმის გამო რომ ეს თემა უგულვებელყოფილი იყო ნუ ყველა არა ღმერთმა დაგვიფაროს და შეიძლება უმრავლესობაც არა მაგრამ მნიშვნელოვანი გაიზარდა კოლექტიურ გრიგორიადისად. ეგ რატომ მოხდა იცი? ფორმალურად მიუდგნენ მაგ თემას. ეხლა რომ რაღაცა დაიწყეს რომ აი რეფორმას გავაკეთებთ რაღაცა ჯერ საერთოდ კონტურებს ვერ ხედავ მე მანდ რას იზამენ როგორ იზამენ. მაგრამ აი ფუნდამენტურ დონეზე მაგალითად შენ რო ამ ლიბერალური იდეოლოგიის ხალხს უტოვებ იმ ახალი თაობის გაზრდის ინსტრუმენტებს რომელიც ხვალე უნდა იყოს ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ან მაგ ახალი თაობიდან უნდა გაიზარდონ მე პოლიტიკოსებიც, ბიზნესმენებიც, ასე შემდეგ ექსპერტებიც და შემდეგ ხო? მართავს შემდეგ. ნუ მარტივად ვინც დის შემდეგ თაობას მისია მომავალი. აი ეგეთი ფორმულაა რა. ხო და ხო მაგრამ ეს დიქტატორულად თუ არ მიუდგები და შენ არ გაქვს ამის უფლება ხო ვერ ეტყვი? ნახე, სახელმწიფო ხო იხდის რაღაცის ფულს. კი ბატონო. არ ვიცი, კერძო უნივერსიტეტი თუ გაქვს, რავი, ააშენე, ის რა ქვია, გრიგოლ ვაშაძის ოცნება, რაღაც არ ვიცი, რაღაც უნივერსიტეტი, მაგრამ სახელმწიფო რო იხდის რაღაცაში ფულს, სახელმწიფოს სრული უფლება აქვს, რომ რაშიც ფულს იხდის, იქ მოითხოვს, რომ აი აქ ამ სტანდარტებით ასწავლეთ და არა იმითი თქვენ რაღაცა თავში რომ მოგდით. ანუ განათლების სისტემის სტრატეგია ეგრო საერთოდ საჭირო იყო. ეგრე რო არ დგებოდა საკითხი, მაგან გამოიწვია მათ შორის ეგ პრობლემები, ხო? ანუ მაგალითად აი იდეოლოგიას რო დაუბრუნდეთ რა. შენ როცა უშვებ USAID-ს განათლების სისტემაში. და ეგ გამოცხადებული იყო, რომ აი რა კარგია USAID და რაღაც შენი მმართველობის პირობებში 10 წელი დავუშვებ USAID ოპერირებს და მე რაღაც მომენტში გამოდიხარ და უი ბიჭო ეს USAID ყოფილა Deep State-ის ინსტრუმენტი, რომლითაც ხდებოდა აქ გადატრიალების დაფინანსება, კადრების მომზადება. კი, კაცო, სანამ შენ მაგას ამბობდი რომ USAID მაგას კაია USAID მაგას რომ მეუბნები, მაშინ მე მაგას ვამბობდი რომ ეგ ხალხი არიან უცხო ქვეყნის სინამდვილეში სადაზვერვო ინსტრუმენტი. მაგრამ მოხდა რა თვითონ ამერიკამ დაუწყო ბრძოლა, ანუ გამოჩნდა ფართო მასშტაბებზე რა. ეგ არ გამოჩნდა, ეგ ყოველთვის გასაგები იყო, რომ სტრუქტურა, რომელიც ფულს ხარჯავს შენ ქვეყანაში განათლების სისტემის ისე გადაწყობაზე, როგორც მას უნდა, ეგ არის იდეოლოგიური ზემოქმედების ინსტრუმენტი. ამიტომ მე აი რაც პოლიტიკაში მოღვაწეობ, მე სულ მაგაზრზე ვიყავი. ეხლა გამოაცხადა ქართულ ოცნებამ, კაი, მაშინ ნუ ეგენი ამბობენ, რომ ზეწოლის ქვეშ ვიყავით, ან არ ვიცოდით, მაგას შეიძლება ვიდეო, შეიძლება მე არ მჯეროდეს, მე შეიძლება მჯეროდეს, რომ მაშინ ეგენიც ენთუზიაზმით მაგას მიყვებოდნენ, მაგრამ აი დავუშვათ, ეხლა შევთანხმდით, რომ ეხლა ხო შევთანხმდით, რომ ეგ მექანიზმები არის ცუდი, ხო? იდენტობის საწინააღმდეგო არის, სხვის მოქალაქეებს ზდის, ან შენ ქვეყანაში ზდის სხვის პატრიოტებს. კაი, მოდი ეხლა მივხედოთ, ხო? ეხლა ამ სტატუს კოზე ხო მაინც ვთანხმდებით. ეხლა მაინც ხო შევთანხმდით, რომ არ შეიძლება საქართველოს ბიუჯეტის ფულით მათ შორის გავზარდოთ
ვიღაცა სხვა ქვეყნის პატრიოტები. აი ამაში რაღაცა ქმედით მოქმედებებს თუ არ დავინახავ მე მაგაზე მექნება ყოველთვის პრობლემა. ანუ ზოგადად რო ავხსნათ აი ქართული ოცნების რაღაცა მდგომარეობა ხო არის პოლიტიკური რაღაცა ველზე. ქართული ოცნების ოპოზიცია თლიანად არის რაღაცა ერთ მხარეს. ანუ ამ ლიბერალურ მხარეს და ქართულ ოცნებას უტევენ პრეტენზიით, რომ არასაკმარისად ლიბერალი, არასაკმარისად პროდასავლელი ხარ. ჩვენი პარტია არის პირიქით მეორე, ასე ვთქვათ, პოლუსზე. ანუ ჩვენი პრეტენზია არის, რომ თქვენ კი დეკლარირებთ, რომ დაუშვათ ეროვნულ რელსებზე გადახვედით, მაგრამ საქმით ამას ჯერჯერობით დიდად ვერ ხედავთ. ანუ ამას რატო არ აკეთებთ, ამას აქედან რატო არ გამოხედავთ, რატო მოაწერეთ მაგალითად ფემინისტურ კონვენციას ხელი, ხო? ან მაშინ თუ ძალით შეგეტენათ, ეხლა რატო არ გამოვდივართ, რატო არ ვცვლით ბავშვის უფლებათა კოდექსს, რომელიც ლიბერალური იდეებით არის გაძეძგილი, რატო არ ვცვლით მაგალითად გენდერული პოლიციის იმას, ანუ კონსერვატიზმს თუ ჩალიჩობთ ამ ქვეყანაში, ხო? და დეკლარირება მოახდინა ოცნებამ. ჩემი როგორც ოპოზიციის ამოცანა არის ოცნება ვაკრიტიკო იმ რაღაცეებში, რაშიც ამბობს, რომ კონსერვატორია, მაგრამ არა თანმიმდევრულია მაგაში. და მე ვთვლი, რომ აი რა ფუნქცია აქვს რაღაცა პოლიტიკურ ძალას, ხო? გასაგებია, რომ ხა მე ჯერჯერობით რა ელექტორალური მხარდაჭერაც ამაქვს და როგორც ოპერირებ, ხო, აი პირველად ბოლო არჩევნებზე მოგვეცა შესაძლებლობა, რომ ჩვენი პარტიით გავსულიყავით, ხო? ნუ რაღაც 7 დეპუტატი შევიყვანეთ საკრებულოებში, სხვადასხვა იმეებში, რაც ნუ სტარტისთვის ჩემი აზრით ცუდი არ არის. აი ფუნქცია ჩვენი როგორც პოლიტიკური პარტიის არის შემდეგი. კონსერვატიული პოზიციიდან ვაკრიტიკოთ ხელისუფლება და მივაწვეთ ისეთ რაღაცეებზე, რაშიც ის ან ბუქსაობს, ან მისთვის მნიშვნელოვანი არ არის, რომ თუ დეკლარირებული გვაქვს კონსერვატიული დღის წესრიგი, ეგ მარტო სიტყვით კი არ გატარდეს, არამედ პრაქტიკაშიც. აი ამ ეტაპზე პოლიტიკური ბრძოლის ჩვენ ფუნქციას ეგრევე ხედავთ. ოპოზიციასთან როგორი ურთიერთობა გაქვთ? აი ხა მე რაც აღწერე ეს იმიტომ რომ მე მინახავს ეს ანუ ოცნება აქეთ ეს რაღაცა ლიბერალური და ჩვენ პირიქით აქეთავად ხო ხა ობიექტურად მაგალითად ლიბერალური ოპოზიციისთვის ჩვენ უფრო საძულველი ტიპები ვართ ვიდრე ოცნება გეტყვი რატო ან ოცნებასთან მაინც ფიქრობენ რომ აი აქ მივაწვევით ამას გაითვალისწინება ხა ჩვენთან მიმართებაში ხა მაგ ტიპებმა ზუსტად იციან რომ რავი სიტუაციური და პოლიტიკური კი არა იდეოლოგიური მოწინააღმდეგეები არიან ეგრე. ეხლა ოპოზიცია რო გაერთიანდა იაგო მყავდა წინასწომრად და მითხრა რომ ეგ არის ნაცების გაერთიანება. შენ რას ფიქრობ? ოპოზიციის გაერთიანება ალიანსზე. მაგ ტერმინს არ გამოვიყენებდი საერთოდ ოპოზიცია გაერთიანდა, ხო? ეგრე აფიშირებენ. მოდი აი თან ისე ობიექტურად აღწეროთ ეგეც რა, ისე კი არა ამის მხარეს ავარ იმის, აი პოლიტოლოგიურად აღწეროთ. ნაციონალური მოძრაობა დაიშალა, წარმოქმნა რამდენიმე დამოუკიდებელი ან კვაზი დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა, ბევრი იარეს თუ ცოტა იარეს, როგორც აი რაღაც ტრანსფორმერების ფილმში რამდენიმე რობოტი რო ერთ მეგა რობოტად ისე ვიწყობა, ესე შეირწყნენ პოლიტიკურ ექსტაზში და დაუბრუნდნენ საწყის მდგომარეობას. მე მგონი კორექტულად აღწერე რაც მოხდა. ამიტომ მე მაგას ოპოზიცია გაერთიანდა, არ დავარქვევდი, მე მაგას დავარქვევდი უძღებიშვილის დაბრუნებას მიშას წიაღში, რავი. ის თქვენ ოპონენტად ოპოზიციაში რომელ პარტიას ხედავთ? აი კონკურენციაში რომელი პარტია შემოვა თქვენთან? თქვენი აზრით. ნახე, ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას ყავს რაღაცა ფოკუს ჯგუფი. ანუ არ არსებობს პარტია, რომელიც მოსახლეობის ყველა ფენაზე მუშაობს. მაგალითად, ხა რო ავიღოთ ვიღაცა ზურა გირჩი ჯაფარიძე, ან ვიღაცა რა ქვია იმათ ჩერგოლეიშვილი, ხო? ეხლა რა მოსახლეობის სეგმენტზეც ეგ მუშაობს, ჩვენ მაგალითად მაგასთან კვეთა არ აქვს. ანუ არ არსებობს ადამიანი, რომელიც ეხლა დაჯდება არჩევნებზე და ფიქს დაიწყებს კონსერვატორებს მივცე ხმა თუ იმას ვაშაძეს, ხო? შესაბამისად, კონსერვატიულ ფლანგზე, ანუ აქეთ იმაზე პოლუსზე ამ მომენტისთვის უკვე ახლა ბოლო არჩევნებიდან გამომდინარე აქტიური პოლიტიკური ძალა აღარ დარჩა. ანუ რაღაცა პერიოდი იყო პატრიოტთა ალიანსი, რომელიც ამ იმაში პოზიციონირებდა
ბოლო არჩევნებში ხა იმდენად ცუდი შედეგი აჩვენეს თან ხა იყო პარტია რომელიც პარლამენტში შევიდა თავის დროზე რაღაცა აქტივობები ქონდა ხო და პარტიულ სტრუქტურაც ხა ბოლო არჩევნებიდან გამომდინარე იმდენად ცუდი შედეგი აჩვენეს რომ ფაქტიურად შეგვიძლია ხა ეგეთი დასკვნა გავაკეთოთ რომ იმ ნაწილზე ანუ კონსერვატიულად განწყობილი მოსახლეობის ყველაზე ისეთ გინდა რადიკალური ნაწილი დაარქვი, გინდა ყველაზე აქეთ გადახრილი. მან ამ მომენტისთვის ახლა სხვა პარტია, რომელიც იგივე იმაზე დემოგრაფიაზე, ხალხზე იმუშავებს, ეგეთი არ არის. აქტიურად ქართული ოცნება ჩვენ რაღაცა დღის წესრიგს ბოლო წლებია დააჯდა, ანუ ის რაღაცები, რასაც ჩვენ ვამბობდით და თავის დროზე ეგენი გვიტევდნენ მაგას რატო ამბობენო და მათ შორის იმედზეც გადიოდა ხოლმე სიუჟეტები, რომელებშიც მაგ პოზიციის გამო ჩვენ გვიტევდნენ, ეხლა ქართულმა ოცნებამ ეგ შემოატრიალა და აი ამ კონსერვატიული დღის წესრიგის აღება დაიწყო, რითაც რა თქმა უნდა ეხლა ნაწილი წაიღო მაგ ჯგუფიდან, იმიტომ რომ რაღაცა ხელისუფლება, მეტი რესურსი აქვს და აქედან გამომდინარე მაგ მიმართულებას დააჯდა. მაგრამ აი მე რაც აღწერე ფუნქცია, რომ აკრიტიკო ხელისუფლება კონსერვატიული პოზიციიდან ამ კონკრეტულ მომენტში ჯერჯერობით ეხლა კონსერვატიული ფლანგის აი ამ ასე ვთქვათ მხარეს არ არის. და არც ცდილობთ ხოლმე რომ ერთმანეთის სამორჩილებს გაესაუბროთ. აი მაგალითად ახსენე ვაშაძეს ამომრჩეველთან მე ვერ ვისაუბრებო, ეგრე გამოგივიდა. ვერ ვისაუბრებ. ანუ ვერ გავაგონებო აი. ვერ ვისაუბრებ არა, ის ადამიანი მე დიდი სიამოვნებით დაუჯდები და რიგით ამორჩეველს დაველაპარაკებ და მათ შორის საქართველოსთვის კარგი მგონია, რომ იმის ამორჩეველმა გააცნობიეროს, რომ ის რასაც ეუბნება ბოდვა არის და კონსერვატიულ ფლანგზე გადმოვიდეს, ეგ არათუ კარგი იქნება, ეგ გრძელვადიანში ჩემი ამოცანაც არის, ხო? კი ბატონო. მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ სხვადასხვა ფოკუს ჯგუფები ყავს, ეგ უბრალოდ პოლიტოლოგიურად ობიექტური მოცემულობა ეხა ხალხის ის ნაწილი, რომელიც ეხა იმაზე ნერვიულობს, რომ ვაიმე დედა ევროპას კარგავთ, რაღაცა არიქა დროშა ვიქნი ევროკავშირის თორე დაგვექცა, ნუ ეგ ხალხი ცხოვრობს სხვა ალტერნატიულ რეალობაში. და ეხა მე რაც მანერვიულებს, მაგალითად უსაფრთხოების თემები, რეალ პოლიტიკის ლოგიკა, ქართული იდენტობის თემები, ხო? ეხა მაგეთ ტიპს რო ველაპარაკები, იმიტომ კი არა რომ შეიძლება არაფერი არ აინტერესებდეს, შეიძლება რაღაცები აინტერესებდეს კიდეც, მაგრამ იმისი სამყარო სხვანაირად არის. აი ეხა მაგალითად ის ტიპები, რომლებიც რუსთაველზე დგანან და რაღაც უწყვეტი პროტესტის 500 რაღაცა მე-60 დღე, ხო აი ხო არის რაღაცა? კი. ეხა მანდ მაგ სამყაროში მაგათ სამყაროში როგორ ფუნქციონირებს ეხა არის აი ეგ აჯანყებულთა რაზმი, რომელიც რაღაცა ციხესიმაგრეც წარმოუდგენიათ ალბათ ეს რუსთაველი და გარშემო არის უმტრები. თან ყველა რუსეთის ხარეს. ანუ მთავრობაც რუსეთის არის, ყველა ოპოზიცია რომელიც მაგათთან არის რუსეთზე გაიყიდა, ანუ და ასე შემდეგ, ხო? ეგ არის რასაც აღწერე, ხო მე ხო არაფერს არ ვამატებ. ეხა მაგათთან რომ მიდიხარ და ეკითხები რომ გავიგე, ანუ ეს შენი რაღაცა ტიტანური ბრძოლა რაღაცა რუსეთის წინააღმდეგ გასაგებია, მესმის ეპიკური რაღაცა საინტერესო სურათია. აი შენ რომ მაგისთვის იბრძვი, აი ეს შენი ანუ ეს ხო ორკები არიან, შენი ელფები სად არიან, აი გონდორი როდის მოვა ეს ამერიკა როდის მოვა შენს დასახმარებლად, ხო ეხა მაგაზე ფსიხდებიან. აი მან ხდება ხოლმე აი ცნობიერების ნაკადი ირთვება. ანუ მან უკვე ლოგიკა აღარ არის, მან არის რომ აი როგორ რას ქვია ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ, ანუ პოლიტოლოგიურ ანალიზს რაღაც მომენტში აღარ ექვემდებარ ემენტები. აი შენ ხო ხარ მაგალითად დასავლეთისთვის და ამერიკისთვის იბრძვი აქ, ხო? ეგ არის შენი ნარატივი. ეგეთია შენი სამყარო, ბაზარი არა. სად არის ხალხი ვისთვისაც შენი იბრძვი. აი ხა მარტივ მაგალითს გეტყვი რა. მე მაგალითად მაგნიტსკის-სიაში ვარ, ანუ არც ერთი ბანკი ვაფშე, რომელიც ამ საერთო საბანკო სისტემაში არ მემსახურება, მანგარის არ გამიხსნის. და აი ხა მაგაზე რო ფიქრობ, რომ ბიჭო, აი გავიგე რაღაცა ის არის, მაგრამ აი ხა შენ გამოხო წესით უნდა ბრიუსელი და ვაშინგტონი შეზანზარდეს და აქ რაღაცა უნდა გააკეთონ.
სანქციები მაინც და რავი ხა ზურამახარაძე უფრო დასანქცირებულია ვიდრე შენი სიტყვებით პუტინის მონახელისუფლება. რამე კითხვები არ გიჩნდება შენივე პარადიგმაში. ანუ მან იმის ცდილობა რომ საკუთარ პარადიგმაზე გადმოიყვანო, ეგ კი არ არის მნიშვნელოვანი. მაგ ხალხს უნდა კითხვები დაუსვა საკუთარი სამყაროს მოდელის ფარგლებში. აი შენ ხო გჯერა მაგისი. აი მაგ მოდელიდან გამომდინარე ეს რატო ხდება? მაგას პასუხი არ აქვს. ის ხშირად გეძახიან რუსეთუნას. აი რა სიტყვით ამ ხალხს? მოდი პირველი. ყველა თუმე საქართველოში ქართველ თუმე თუ არსებობს არ ვიცი ეგეთი ტერმინი არის, მაგრამ პროქართული პოზიციის გარდა რა თუმეც არ უნდა იყოს ადამიანი, ჩემი აზრით არ ჩათვლახი. საქართველოში ერთადერთი სწორი პოლიტიკური პოზიცია არის საქართველოს ინტერესები უპირველეს ყოვლისა. ეხლა ეგ საქართველოს ინტერესები როგორ გვესმის, მაგალითად შეგვიძლია ვიდაოთ, მაგრამ აი ეგ ხალხი რატო გვეძახის ჩვენ პრორუსებს, მოდი მაგასაც ავხსნი. მაგათ სამყაროში ხო ეგრე არის, თვითონ მაგალითად პროდასავლელია. ეხლა ეგრე რო აზროვნებ ტიპი, გონია რომ ყველა მაგ ის ფარგლებში აზროვნებს რა. და ხა მე მაგალითად როგორ უყურებ მაგ რუსეთი, ამერიკა და ასე შემდეგ მაგ თემს გეტყვი რა. არის ობიექტური მოცემულობა და არის რა უნდა ზურა მახარაძეს და მე მაგ ორ რაღაცას ვანსხვავებ. ზურა მახარაძეს რა უნდა მაგას თუ მეკითხები, მე მინდა აი დავით აღმაშენებლის არდეზი რო ნიკოფსიდან და მთელი ჩვენი მეზობლები აქეთ რო გვეძახდნენ ჩვენ ოკუპანტებს და საქართველოს რო იყოს ყველაფერი და ისე რო ნერვიულობდნენ რომ ვაიმედეთ და ამ ქართველებს რა მოუხერხოთ, დომით ეგ მინდა. აი თუ გაინტერესებს ეგ მინდა. მაგრამ ობიექტური რეალობა არის სხვანაირი. ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა გვაქვს. თუ მაგ ტერიტორიებზე უარს არ ვამბობთ და დაბრუნება გვინდა და რა მე მინდა დაბრუნება. ომით რო არ გამოდის, გაირკვა უკვე, ნატოში შევალთ და ისინი ომებენ ჩვენ მაგივრად, ეგეც გაირკვა რო არ გამოდის. სხვა ვარიანტი ერთადერთი რაც ვიცი, მე არის მოლაპარაკებები. ანუ მე რაც ისტორია მისწავლია, საერთაშორისო ურთიერთობები მისწავლია, მე ეს ვარიანტები ვიცი, დიპლომატია ან ძალა. სხვა მე არ ვიცი, ხა თუ ვიღაცა შელოცვა იცის, რაღაცა ყვავის ფეხი მოხარშა რაღაცაში და საზღვრები შეიცვალა, ბაზარი არა, მიდით, მაგრამ ეგეც არ ჩანს, ხო? ამიტომ ჩემ მიმართ რუსეთუმეობის პრეტენზია დაიყვანება ერთ კონკრეტულ რაღაცამდე, რომელიც გამოიყურება შემდეგნაირად. მე ვამბობ, რომ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა რო გადავჭრათ, გვინდა არ გვინდა, მოგვიწევს რუსებთან დალაპარაკება. მე ვამბობ, რომ ყველა საერთაშორისო ურთიერთობები სინამდვილეში არის ვაჭრობა. ანუ შენ ეს ხო გინდა ჩემგან. შენ რა იმას რა უნდა შენ. ხო. ამიტომ მე ვამბობ, რომ რუსეთს სამხრეთ კავკასიაში აინტერესებს ეკონომიკური მარშრუტები, სამხედრო ობიექტები და ის რო აქ ნატო არ იყოს. ნატო რო აქ ისედაც არ იქნება, გასაგებია. და აი ეს ეკონომიკური მარშრუტები და სამხედრო ობიექტები არის რითიც შეიძლება რომ ვევაჭროთ. ანუ მე რას ვაყალიბებ გეტყვი რა, რომ თუ არის შანსი, რომ სამაჩაბლოს და აფხაზეთის რეინტეგრაცია მოხდეს საქართველოში, იმის ხარჯზე რომ ის სამხედრო ობიექტები, რომელიც უკვე არის აქ ისედაც, აი ხა რა ვიცი, ცხინვალთან არის, იმას სოხუმთან არის, ხო და ვერავინ ვერ ამიხსნა ეგენი როგორ გაყვავს აქედან. ანუ თან ისე მეკამათებიან ხოლმე გეგონება ან მე დავაყენე ეგ ბაზები. ან მე შემიძლია რომ გავიყვანო და არ ვაკეთებ. ან მაგათ შეუულიათ და არ აკეთებენ, ხო? ანუ რაზე შეიძლება მოველაპარაკოთ იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს, მე მაქვს ეგ ვერსია დასახელებული და ბაზარი არა ძმაო, არ მოგწონს ჩემი ვერსია. მათ შორის ის რომ აი ბევრჯერ გადაუგდივართ ყველა, ხო, კი. ზოგადად ყველა საერთაშორისო შეთანხმება რაღაც დროს ირღვევა, მარტო რუსეთის კი არა, ყველა. ადრე თუ გვიან. მაგრამ მე აქედან გამომდინარე რას ვამბობ, აი დავუშვათ ჩემი ვერსია არ მოგწონთ რა, აი მოლაპარაკების ვერსია და რაღაცაზე შეთანხმება არ მოგწონთ. ბაზარი არა, ველი კონტრვერსიას. აი ესე არ გვინდა, აი მე რას ვამბობდი, აი ხვალიდან უარს ვამბობ არც ვერსიაზე, სხვა ვარიანტი მინდა მოვისმინო. ერთადერთი ვარიანტი, რაც მე მოსმენილი მაქვს, ამის ალტერნატივა გამოიყურება ესე.
თან ეს ტექსტი არის უკვე 30 წელია. ტექსტი გამოიყურება ესე, იმის მინდა. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ტკიცე ხარდაჭერით ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ეგ დაბრუნდეს. აი ხა ეს ტექსტი სინამდვილეში არ ნიშნავს არაფერს. ეგ ნიშნავს, რომ კვირდება რომ იმუშაო. არაფერი არ გავაკეთოთ. სინამდვილეში მაგას ნიშნავს, გაიგე და ვინმე თუ აი ამ მე რაც გავაჟღერე, მაგაზე რაციონალურ, უფრო მეტი დაზღვევა რო არის მაგის მქონე იმას შემოთავაზებს, მე ვიქნებ პირველი ადამიანი, რომელიც აი მაგ ვერსიის დროშას დავიჭერ და მთელ საქართველოში ვიმე რომ ეს გავაკეთოთ. სანამ რამე რაციონალურთან ახლო მიახლოებული სხვა ვერსია არ მომისმენია, ამას იმიტომ კი არ ვამბობ თან, რომ აი ოღონდ ეხა რუსეთში მე გამიშვით და ყველაფერი კარგად იქნება. მაგრამ მე რა მახსოვს იმ პერიოდში როდესაც შენს ეგ ნარატივი მოდიოდა, შენ ალბათ სპეციალურად დადე ფოტო მოსკოვიდან. კი. სპეციალურად გააკეთე ეგ ყველაფერი. კი, რა თქმა უნდა. ნუ რავი, კიდე რო წავალ, კიდე გადავიღებ, კიდე დავდებ. და გეტყვი რატო? რატო აი ეგ მაინტერესებს? გეტყვი, აი საქართველოში პოლიტიკა კი არ კეთდება აი რაღაცა მსჯელობით. აი ეს კარგია, ცუდი. საქართველოში მთელი პოლიტიკური ნარატივი დგას ემოციებზე, რომ ვაიმე დედა, ეს იქ ჩავიდა და ბიჭო, რავი, ჩემი პოლიტიკური პოზიცია არის, რომ რუსეთთან დიალოგი გჭირდება. ეგ არის ჩემი პოლიტიკური პოზიცია, ხო? ვინმე სხვა ვატყვებ, რომ ეს სხვა რამე მინდა და არასინამდვილეში ამას ვაკეთებ და რაღაც სხვათა შორის ის ხალხი, რომელიც მაგაზე გვამუნათებს, თვითონაც ჩადიან იქ. ოღონდ შუა არავინ არ გაგვიგოს რაღაც. ხო, ეგ ხო დებილობა არის, ხა ეგ არის არასწორი პოლიტიკის კეთება. მე ვამბობ, ჩემი აზრით, რუსებთან, იმიტომ კი არა, რომ მიყვარს, კაი ხალხია, უეჭველი კუში ვიცი, რომ ყველაფერს დაგვიბრუნება. არა. ყველაზე რაციონალურად ესმე, მაშინ ამიტომ ჩავდივარ, ლაპარაკობ. მათ შორის ვისთან ჩავდივარ, რატო ჩავდივარ, რა ვილაპარაკე, მაგას აგერ ფოტო, აგერ ამასთან შეხვედრა, ვილაპარაკეთ ამაზე. ანუ ისე კი არ ვუდგები საკუთარ ამორჩეულს, რომ მოვატყუო, რომ სხვა რამეს ჩვალიჩობ. აი, რასაც ვაკეთებ, ვეუბნები ხალხო, ჩავედით, ამ ადამიანს ველაპარაკეთ, ამ ეკონომიკურ თემებზე, ამ მიმართულებებზე, ეს იყო, რაზეც ვიყავით იქ. ეხა, სინამდვილეში, სწორად პოლიტიკის კეთება არის ეგრე, რასაც შენ თვლი და ამბობ, რომ ჩემი აზრით ეს არის საჭირო, მაგას დეკლარირებ, მაგას აკეთებ, ანგარიშს აბარებ, შენს ამორჩეულს, რომ აი ამას ვაკეთებ. აი, ის ხალხი, რომელიც სინამდვილეში სხვათა შორის აი ქართული ოცნებას და ის პროდასავლური ოპოზიციაც სინამდვილეში დიალოგს რუსეთთან აწარმოებს. აი, ოცნება ხო აწარმოებს, მაგათაც ფრენები როგორ აღდგა, ხო? უბრალოდ თვითმფრინავი გაბუფრინდა არავისთან ულაპარაკე და უბრალოდ დაჯდა ეხა ეგ ხო არ არის სინამდვილეში ეკონომიკურ თემებზე, უსაფრთხოების თემებზე დიალოგი წარმოებს, მაგრამ ეგ იქით იყოს, აი ხალხი რომელიც ეხა ვენებს იჭრის იქ რო და აბა როგორ შეიძლება ეგ ხალხიც აწარმოებს დიალოგს, ჩადის ჩვეულებრივად ეგ, ანუ მოკლედ მარტივად ლაპარაკით ყველა ლაპარაკობს ყველასთან. უბრალოდ ვიღაცეები იტყუებიან და მაგითი ვიღაცას ამუნათებენ და ვიღაცეები არიან ხალხი, რომელიც გულწრფელად სწორად მიყვება, რასაც ამბობს, იმას აკეთებს. ეგ არის განსხვავება, თორე აი ეს მთელი რაღაცა კოლექტიური ვაშაძე ბოკერია სასტავი, რომელიც ეხა აქეთ ვიღაცას ამუნათებს, სხვათა შორის გუშინ იყო, მე მგონი, სააკაშვილის ის იყო რა, სასამართლო და ნოღაიდელს და მაგას შორის წავიდა, რა დავარო, ანუ სააკაშვილი ეუბნება, რომ შენ ბიჭო რუსეთში რატო ჩახვიდე, დასალაგდა და შეერავდა და ამაზე მიდის ახლა ტვინის ბურღვა და მე ნოღაიდელმა დაუარა, ანუ შენო პუტინსო თუ აგინეო იქ რო ჩახვედიო და მე გაგზელება გახსოვს. მე ნოღაიდელმა უთხრა, რავი, შენ რო ვიყავი, შენ რა გააკეთეო ბანდო და აი ეხა ეგ დიალოგი ხო სინამდვილეში კარგად აჩვენებს რა სიტუაციაში ოპერირებს ეგრეთ წოდებული პროდასავლური ფლანგი. ყველა ჩადის, მიშაც იყო ჩასული, ნოღაიდელიც იყო ჩასული, მთელი ეს კოლექტიური პროდასავლური ტიპებიც ჩადიან, ლაპარაკობენ და ასე შემდეგ. ოღონდ აი თავის მომხრეებ, რომელიც იქ დგანან და ეხა წარმოუდგენია, რომ ამ რაღაცას აჩერებს, იმას ეუბნება, რომ არა, აი ვიღაცა მომღერალი ჩავიდა იქ, მაგას მე დაბრიდავენ სოციალურ ქსელში. ოღონდ თვითონ მე წავა და რაღაც შოპინგზე ჩავა იქ რაღაცა მაგ წითელ მოედანზე, სადაც მე სურათი გადავიღე და დავდე, რომ აქ ვიყავი ხალხო.
აი მაგ წითელ მოედანზე სავაჭრო ცენტრი რო არის, ეგენი ჩავლენ, იშოპინგებენ, დალევენ, ვიღაცასთან იგულავებენ და წამოვლენ. ოღონ აი არ გაბაზრდეს. ხო და კაი რა მაგის დედავატირე მართლა ხა ეგ პოლიტიკური იდეოლოგისტება კი არ არის, ეგ არის უბრალოდ ჩათვალხობა რა. ეხლა ჩვენს რეგიონს რო გადავხედოთ. მაგრამ ძალიან რთული ჟამი, ესე თქვა დამდგარი. როგორ ხედავ ეს საქართველოს რა უნდა გააკეთოს ესე დროს და როგორ იქცევა ეხლა ჩვენი ქვეყანა? ნახე, ყოველთვის არის იმაზე უარესი ვარიანტი ვიდრე ეხლა არის და კარგია რომ ეგ უარესი ვარიანტი არ არის და მაგაში არა ვართ. მაგრამ არის უკეთესი, რაც არ ვაკეთებთ. მოდი ხო ორივეს გეტყვი, ჩემი აზრით რა როგორ არის და გასაგები იქნება. ახლა ჩვენ მაგალითად რო შევყოლოდით იმ ხალხს, ვინც თვლიდა რომ უკრაინის ბედი უნდა გაგვეზიარა. ეხლა ბევრად უფრო დიდ შარში ვიქნებოდით და მათ შორის თქვენმა მონამორჩილმა და ჩვენმა კონკრეტულმა პარტიამაც ძალიან ბევრი გავაკეთეთ თავის დროზე განსაკუთრებით ომის პირველ თვეებში, როცა აი ყველაზე დიდი წნეხი მოდიოდა და ერთადერთი საინფორმაციო საშუალება ვიყავით, რომელიც აი შოტკაც მაგაზე ვმუშაობდით, საინფორმაციო იდეოლოგიური ბრძოლის ყველა მეთოდი, აი რაც კი შეიძლება ყველაფერი გამოვიყენეთ, რომ საქართველოში მაგ აზრის გარდა რომ არიქა ხა კაი დრო არის და ჩვენც მაგაში ჩავერთოთ, ყოფილიყო ალტერნატიული აზრი, რომ მაინც გიჟი ხო არა ხარ სადეტენები, ხო? ამიტომ აი რომ მკითხე ხარ, რომ რა გაგიკეთებიათ, ერთ-ერთი მაგას გეტყვი, რომ მაგაში მონაწილეობა მაქვს მიღებული და თვლი რომ კაი გაუკეთეთ ჩემ ქვეყანას. და მაგაში რომ თავრობას არ შეძვრა, ეგ კარგია. ეხლა გეტყვი რა არის, რაც შეიძლება უკეთესი კეთდებოდეს და არ ვაკეთებთ რა. ქართული ოცნება ეხა ხარჯავს ყველაზე ძვირფას რესურსს. რესურსს, რომელსაც ქვია დრო. აი ამ ლავირების მდგომარეობა, რაც მესმის რატო გეთდება. ჭამ ზუსტად ამ რესურსს. რა, ანუ მოდი ჯერ შეფასებით დავიწყებ რა. წარმოდგენა რომ ეს ყველაფერი ხვალ მორჩება და ძველი კარგით რო დაბრუნდება, ეგ წარმოდგენა არასწორია. კონფლიქტების რაოდენობა და დაძაბულობის რაოდენობა მოიმატებს. იმიტომ რომ ის მექანიზმი, რაც მაგას იწვევს, ეხლა იქოქება. ჩაწყნარებისკენ კი არ მიდის, ეგ მიზეზები, რაც ამ ომებს იწვევს, ეგ მოიმატებს. სიტუაცია რანაირი დგება ჩვენ გარშემო. დგება შემდეგნაირი. აი მაგალითად დუბაის მაგალითზე გეტყვი, დუბაი იყო, ისე ვთქვი, ახლო აღმოსავლეთის შვეიცარი. ყველა თვლიდა რომ ნუ აი მან რაღა უნდა მოხდეს, ხო? რაღაცა გულავია და სიცხე და პლაჟი, მეტი არაფერი, ხო? ეხა რაკეტები აცვევა თავზე. ანუ გადადის სამყარო მდგომარეობაში, სადაც აი ეს პოზიცია ჩვენ და ეხა რაც გვიჭირავს, რომ მე არავისკენ არა ვარ. ეგ შეუძლებელი გახდება, ადრე თუ გვიან ყველა და მათ შორის ჩვენი უახლოესი მეზობლები დაგვადგებიან და გკითხავენ, ბოლო-ბოლო ვისკენ ხარ? და ვისკენაც ხარ, იმისკენ რო ხარ, დანარჩენები გიტევენ. და ვისკენაც ხარ, იმას თუ არ შეუძლია შენი დაცვა, ეხა რა შეიცვალა აი ფუნდამენტურად რა. ადრე ხო წარმოგვედგინა რომ საერთაშორისო სამართალი და რაღაც, აი თავარი მაგ საერთაშორისო სამართლის გარანტი ვინც იყო ამერიკის შეერთებული შტატები, რო გამოვიდა და რო თქვა რომ აი ამ სუვერენულ ქვეყანაში ეხა შევალ პრეზიდენტს მოპარო და რატო იცი? ნავთობი მინდა. აი ხა ეგრე რო დადგა საკითხი, მაგ მომენტიდან გაფორმდა, რომ საერთაშორისო სამართლის ეპოქა დამთავრდა, დაიწყო რეალ პოლიტიკის, ძალის ლოგიკის ეპოქა. მარტო მორევაზე არის აწი. და მაგ რეალობაში რაც უფრო დიდხანს გაგვეწელება ჩვენ ეს გაყინული მდგომარეობა, მერე უფრო ძვირ საფასურს გადაგვახტევინებენ. იმიტომ კი არა რომ ზურას ეგრე უნდა ან ვიღაცას ეგრე უნდა. საერთოდ მე ხა აქ რა აზრიც არ უნდა ვაფიქსირო, ჩემზე არ არის ეგ პროცესები დამოკიდებული, პლანეტარული მასშტაბის პროცესები მიდის. ერთადერთი რაც შეგვიძლია ჩვენ მაგაზე ვადაპტირებთ. აი მაგალითად მე რო ეხა ვიყო საქართველოს ხელისუფლება. აუცილებლად რას გავაკეთებთ? იმიტომ კი არა რომ ეგ რაღაცას ფუნდამენტურად შეცვლის. მაგრამ მაინც საქართველოს ჯარი თუ არ გადავაწყეთ ჩვენ აი
გუშინ რო უნდა გაგვეკეთებია უკვე ეგ პრინციპი. აი თუ არ გადავაწყეთ იმ ახალ რეალობაზე, რაც უკრაინის ომმა მოიყვანა, კატასტროფა არის. რა, აი მაგალითად ჩამოვთვლი. ბატალიონი, რომელსაც არ აყავს FPV დრონების გათვლა შემადგენლობაში, ის ბატალიონი ჩათვალე აღარ არსებობს. ეხა ეგ რეალობა არის. აი ანუ ნახე რას გიხსნი, ჩვენ ხო გვაქვს რაღაცა ნატოს სტანდარტებზე აწყობილი ჯარი. მაგ ჯარს ჩვენ თუ არ გადავაწყობთ რეალობაში, სადაც ეს ჯარი თავარი დაზიანების საშუალებად იყენებს უკვე FPV დრონს, ეგ არის ხა რეალობა შეიცვალა რა. უკრაინის ომმა ეგ აჩვენა ორივე მხარე მაგითი ომს. ესე იგი ჩვენ ყავს ჯარი, რომელიც ისედაც ხო ცოტა, ისედაც ხო არასაკმარისი დაფინანსება აქვს და თან არის წინა საუკუნის ჯარი. რაში გჭირდება ჯარი? იმიტომ კი არა ვიხარ ჩვენ რაღაცა ომს ვაპირებთ ვინმესთან. იმიტომ რომ შენ ისეთი ძალოვანი ელემენტი უნდა გყავდეს აქ, რომ შენზე შემოტევება ძვირი ჯდებოდეს. ანუ უფრო რომ დაფიქრდეს ვიღაცა აქ შემოვარდეს თუ არ შემოვარდეს, მაგის ფასს დი მაგითი. აი საქართველოში მაგალითად ეხა რო განახლდეს კონფლიქტი რუსეთთან. სხვანაირი, ხო ერთმა დაგვიფაროს, მაგრამ სხვანაირი შინაარსის კონფლიქტი იქნება. 2008 წლის ტიპის კონფლიქტი კი აღარ იქნება. იქიდან წამოვა ჯარი უკრაინის გამოცდილებით, აქ დახვდება ჯარი, რომელიც აი ადრე წვრთნისა და აღჭურის პროგრამით რანაირადაც მომზადეს, ისევ მაგრიალობის რა. აი ხა ეს ერთი ელემენტი რატო გითხარ, იცი? მეორე იდენტობის თემა, აი რითიც დავიწყე საერთოდ მთელი ეს ინტერვიუ, ხო? შენ თუ არ დაიწყე იმისი გაცნობიერება, რომ 21 საუკუნეში ხალხის კოლექტიური იდენტობა ხდება სტრატეგიული რესურსი, დარხეული გაქვს. ანუ, ნახე, იყო წარმოდგენა რაღაცა პერიოდი, მათ შორის ევროპას რაც დაემართა, მაგით დაემართა, რომ რა მნიშვნელობა აქვს ტიპი, რა კულტურის და რა ბექგრაუნდის ადამიანია. შემოუშვით ყველანი, პასპორტი თუ აქვს ფრანგის, ფრანგი გახდება ეგ ტიპი. რაღაცა 10 წლეულები იმუშავებს და აღმოჩნდა, რომ ეგ ეგრე არ არის. ანუ იმდენად განსხვავებული კულტურული შინაარსის ხალხი არსებობს დედამიწაზე, რომ ყველასთან თავსებადი არ არის. და ის კულტურები, რომლებსაც შეუძლიათ, რომ უცხოეთშიც კი თავისი კულტურული იდენტობა შეინარჩუნონ, ანკლავი გააკეთონ, გამრავლდნენ და თავისი წესები მოახვიონ სხვას თავზე, ეგეთი კულტურები ქაჩავენ და ლიბერალური საზოგადოებები, რომლებიც საკუთარ კულტურულ იდენტობას დანაშაულად აღიქვავენ და ცდილობენ, რომ მაგას ეგენი პირდაპირ ეგრე უყურებენ, რომ შენ თუ აი ქართული იდენტობა მაგალითად პრიორიტეტად მიგაჩნია, ფაშისტი ხარ. ლიბერალური იდეოლოგიის ფარგლებში ეგ ეგრე შეეს, ხო? ჩვენ თუ ეგ არ გადავლახეთ და არ დავაყენეთ საკითხს, რომ საქართველოში ქართული იდენტობა არის სახელმწიფო პრიორიტეტი, ეგ იმას კი არის, რომ სხვა იდენტობის ხალხს ჩაგრავთ. პრიორიტეტი, ანუ რესურსები, ყურადღება და სახელმწიფო პოლიტიკა ამის გაძლიერებაზეა მიმართული. ვერ გადავრჩებით. აი ხა ეს ყველაფერი შემიძლია დავამთავრო ერთი კონკრეტული ციფრით. ბოლო წელს საქსტატის მონაცემებით საქართველოში დაიბადა 37800 ბავშვი. აქედან ნაწილი სუროგაციის პროგრამა, რომელიც აქ უცხოელებს გაუჩინეს ბავშვები, ანუ ინკუბატორად გამოიყენეს აქაური ქალები და წაიყვანეს მე აქედან, ანუ მაგაზე ნაკლებია კიდე ჯამო. ეგ არის პრობლემა ნომერი 1. დანარჩენი არაფერს აზრი არ აქვს, ანუ ეს თუ არ შეიცვალა, ანუ შენ თუ მათემატიკურად კვდები, დანარჩენი ხა შენ ის იდეოლოგია მოგწონს, მე ეს იდეოლოგია მომწონს, პარტიები, რაღაცა ნებათა ღელვა, პროდასავლელები, ესენი არაფერს აზრი არ აქვს. აქ თუ ცვლილება არ გვექნა, რავი ხა 30 წელიწადში შენ ქვეყანაში იქნები უმცირესობა. და მე რა პოლიტიკასაც გინდა იმას მიაწექი, ვაფშე მათემატიკურად აზრი აღარ ექნება რა. და მაგის გადალახვა ხდება შემდეგნაირად. სოციუმები, სადაც ფემინისტური იდეოლოგია არის. ეგენი არ მრავლდება. სოციუმი, სადაც პატრიარქალური ოჯახის კულტურა არის, ეგენი მრავლდება. ეხლა რაც გინდათ ის უქენით ამ მონაცემებს რა. გინდა ფემინიზმს მივაწვეთ და რამდენიმე თაობაში მოვკვდებით როგორც ერი, გინდა იმას მივაწვეთ მე რასაც ვამბობთ და რავი,
პატრიარქალურ ოჯახს და ქრისტიანულ ღირებულებებს და მაშინ შეიძლება რაღაცა მანდ გადაწყდეს. ეგ არის ობიექტურად ეგრე და აცი ახლა ქართველი ხალხი რასაც გადაწყვიტავს, ეგ იქნება რა. მე მინდა შევეხო ბოლოს, აი, როდესაც ჯანმრთელობის პრობლემა ქონდა. შევხვდა ჩვენ ხუმრობები. ის რა ქვია, სისხლი ჩამექცა ტვინში და ცოტა ხანი გამაშეშა რა, ლაპარაკი მიჭირს. ამ ადამიანებისთვის სხვარი რა არის ხუმრობის? რაზე შეიძლება იხუმრო? ლიბერალური იდეოლოგიის ფარგლებში, ანუ მაგათი იდეოლოგიის ფარგლებში შეიძლება იხუმრო ყველაფერზე. პირიქით, რაც უფრო საკრალურია, რა ჩემზე ხუმრობას ვინჩივის კაცო ხა რაღაცა ხატზე და ღვთისმშობელზე რო გადაობს ადამიანი, ეხა ის გურამახარაძეზე რო იღადავს, როდესაც სუდათ არის ადამიანი. არ აქვს მაგას ხო, როგორ? არა, ნახე. ხო, მე ვერ ხვდები როგორც ადამიანი. მე ხო ვარ რაღაცა ერთი კონკრეტული ინდივიდი და დავუშვათ არ ვევასები ვიღაცა ტიპს და ჩემზე იღადავა ცუდათ რო გავხდი. ეგ ნაკლებად პრობლემურია, ვიდრე საქართველოში რაღაცა ღვთისმშობლის ხატი გამოიტანე, რომელზეც დახატულია რომ ვითომ თავს იკლავს და მაგაზე რო გადაობ რა. მაგათი ამოცანა, როგორც უკვე თქვი, არის სტერეოტიპებს ვანგრევთ. მათ შორის ყველაფერი, რაც კოლექტიური, საკრალური ღირებულების მატარებელი არის, მაგაზე დაცინვა, გადაობა და ასე შემდეგ არ მოსულა. ერთადერთი, რაზეც მაგათ გადაობა არ გაზდით, არის მაგათი ლიბერალური თემები. აი, მაგალითად, ჩვენი პირველი ეტაპი, რაც იყო სოციალურ ქსელებში, რაც ძალიან ეფექტურად მაშინ განვახორციელეთ, იყო, რომ კონკრეტულად მემებს ვაკეთებდით და სკეჩებს ანტილიბერალურ შინაარსის და მაგრა გადატეხა სიტუაცია მათ შორის სოციალურ ქსელებში. ანუ რო გაირკვა, რომ ვიღაცა პროგრესული და წინწასული როგონია ტიპებს, თავი ოღონდ სინამდვილეში ორი წიგნი რო არ წაუკითხავთ. მაგაზე გადაობა რომ მოსულა, მაგათი დაცინვა რომ მოსულა, მაგათი იარაღი რომ შემოუტრიალეთ, მაგან სერიოზულად გადაამტრია ყველაფერი. ლიბერალების იარაღი არის საკრალურზე დაცინვა, თუ გინდა რომ მაგათ მოუგო, მაგათვის საკრალური რაც არის, მაგას უნდა ეღადაო. კარგი მეთოდია, რეკომენდაციას უწევ. ბოლოს გვაქვს ესეთი რუბრიკა, ტოპ 5. შენ შემთხვევაში მინდა დამისახელო ტოპ 5 პოლიტიკოსი, რომელიც არ არის პოლიტიკოსი. ხო. ეგ ცოტა რთული ჩამოსაყალიბებელი იქნება კონკრეტულ პირებზე, იმიტომ რომ მოდი მე დაგისვავ კონტრკითხვას, აი პოლიტიკური მოძრაობა, ერთობა, მთელი რიგი პოლიტიკოსების, რომლებიც არ მონაწილეობენ საჯარო დებატებში, უარს ამბობენ არჩევნებში მონაწილეობაზე და თვლიან რომ პოლიტიკურ ბრძოლას აწარმოებენ. ეგ ხო ჯამში თვლიანად გამოდის, რომ სინამდვილეში პოლიტიკით დაკავებული არ ახარ. აი, უფრო ჩავალ და გასაგები გახდება რა. მთელი ეს კოლექტიური პროდასავლური სივრცე, რამდენ ხარ ზურაგირ ჩიჯაფარიძე რო თქვან, არ ვიცი ვიღაცა ჩერგოლეიშვილი თუ ვიღაცა სხვა, დიდად განსხვავება არ იქნება, ეხა პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთეზე რო დავალაგო. პრინციპი არის ეგეთი. შენ თუ პოლიტიკით ახარ დაკავებული, მაშინ იღებ მონაწილეობას არჩევნებში, იღებ პოლიტიკურ დისკუსიაში მონაწილეობას და მაგას ქვია პოლიტიკა, ანუ მოსახლეობას ვეჯიბრებით, ჩვენი აზრებით, ვინ უნდა დაგვიჭიროს მხარი, ვინ არა. შენ თუ ამბობ, რომ მაგას არაფერი აზრი არ აქვს და მე გადატრიალებას ვაკეთებ, მაშინ შენ აღარ ახარ პოლიტიკოსი, შენ ხარ აჯანყებული, ჩეგევარა, მაშინ ეს ბენდენა უნდა გაიკრა სახეზე, მურები წაისვა, რემბოთ გავარდე ტყეში და ააფეთქო მატარებლები და თქვა, რომ მე ხა აქ გადატრიალებას ვახდენ და ეგ ლოგიკა თუ გაქვს, რაც გამოუცხადეს თავის მომხრებს, რომ ჩვენ ხა პოლიტიკურ პროცესს ვემიჯნებით, ჩვენ უნდა გადატრიალება გავაკეთოთ. შენ თუ ხარ რებელი, აჯანყებული და ჩეგევარა და შენ ხა გადატრიალება უნდა გააკეთო, ბაზარია ძმაო, მიდი, ან დაგიჭერენ და ჩაგაგდებენ ციხეში, ან დაგხრიტავენ, ან გააკეთებ რევოლუციას. ორი ვარიანტია სულ. მაგით თუ ხარ დაკავებული. ოღონდ ეგ პოლიტიკა არ არის. ეგ არის, რა ქვია, აჯანყება სისტემის წინააღმდეგ, ოღონდ მაგას არავინ არ აკეთებს. აი, ხალხი, რომელიც თავის მომხრეებს, თავის საქციელს აყიდის ეგრე, რომ ჩვენ ხა სისტემის წინააღმდეგ ვიბრძვით, მაგას კი არ აკეთებს, მე რაც აღვწერე, რომ აი ხა ჩვენ არა. უბრალოდ სეირნობს რუსთავზე და პროტესტის 500 რაღაცა დღე.
ეგ არც აჯანყება არის და არც პოლიტიკა. ეგ არის პოლიტიკური სერვისი. რა სერვისი? რატო არ არიან პოლიტიკოსები და რატო არიან სერვისი? ქართულ ოცნებას ჭირდება ბუა, ყოველი არჩევნების წინ, რომელზეც იტყვის მომეცით მე ხმა და უგულებელყავით ის სოციალური თემები, რაც არ მოგწონს, ის კანონები, რაც არ მოგწონს და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ეს ბუა შეიძლება დაბრუნდეს. და ეგ ხალხის სინამდვილეში არიან არა პოლიტიკოსები, არამედ პოლიტიკური სერვისის პროვაიდერები, პერიოდულად აი ამ ბუას იმას მოირგებენ ხოლმე და აი ეხლა ჩვენ მოვდივართ ხალხო და მე ხდება ხოლმე ბურჭულაძემ რაც გააკეთა, ეგ ეხლა მე მაგას რო უყურებდი, პროსტა ტვინში სისხლი ჩამეკცა მაგ დროს გადატანითი მნიშვნელობით, მე მართლა ჩამეკცა ეთყობა ამ ქართულ პოლიტიკის ყურებაზე გავჭედე ბოლო-ბოლო, მაგრამ ეხლა მაგას რო ვიღაცა უყურებდა ბურჭულაძემ რაც მოაწყო და მართლა ფიქრობდა რომ ეს არის პოლიტიკური გადატრიალება ქვეყანაში, ეხლა მაგი ხო ხალხის რაღაცა ნაწილმა მართლა ეგრე აღიქვა, ძალიან სავალალო მდგომარეობა გვაქვს სინამდვილეში, რა შეიძლება აჭამო მოსახლეობის ნაწილს, ძალიან ტრაგიკული არის რა. სახელების ჩამოთვლასთან დაკავშირებით თავი არიდე ეხლა მივხვდი. ამ საუბრით. არა, თავი არა ვარ, აი ნახე, ეხლა მაგ ტოპ 5-ში ჩერგოლეიშვილი მე-4-ზე უნდა იყოს, ვაშაძე მე-5-ზე თუ რა ვიცი ის რაღაცა. ეგ არის საინტერესო. არ ვიცი, რა ქვია იმ ნაცების ბელაც რა ქვია ეს? რომელი? აი გვარამია? არა, ეგ არის ხელნაცების ბელადი. არ ვიცი, ეგ მახსენდება. მოკლედ, აი ეხლა აი მოდი ეხლა მალაგები ეგ ტოპ 5-ში ვინზევით არის ვინ ქვია. ერთი ოხერია პოლიტიკური სერვისის პროვაიდერები რა. მადლობა მინდა გითხრა ზურა. მადლობა მოწვევისთვის. გამომწერებმა კი შეაფასონ როგორი ინტერვიუ იყო. მე მაქსიმალურად ვეცადე. გესაუბრა ბევრი. თქვენ კი არ დაგავიწყეთ არხის გამოწერა, დააკომენტარეთ და აუცილებლად გავითვალისწინეთ დროებით.